მსოფლიო ლიდერებმა ძვინვარად გამოეხმაურნენ ირანის რეჟიმს, მას შემდეგ რაც ისრაელზე თავდასხმამ გლობალური საფრთხე შექმნა და მთავრობები, ბაზრები და სამშვიდობო მოლაპარაკებები კატასტროფის განგაშზე დააყენა. ამ ორშაბათს 2026 წლის 8 ივნისს დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაშინ როცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს ცეცხლს, თუ თეირანი შეწყვეტს თავდასხმას. და ათეულობით მსოფლიო ლიდერმა დაარღვია დუმილი და დაგმო ირანის ტერორისტული რეჟიმი ისრაელზე რაკეტების გაშვების გამო. რაც კვლავაც ამძაფრებს მსოფლიოს შიშს ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი კრიზისის წინაშე. რატომ გამოეხმაურნენ ამდენი ლიდერი ასე მკაცრად? როგორ ჩაერთნენ ტრამპი და ეს მსოფლიო ლიდერები ესკალაციის შეჩერებაში და რა შეუძლიათ რეალურად გააკეთონ? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. თავდასხმა ირანიდან ისრაელზე განხორციელდა და საერთაშორისო რეაქციების ტალღა გამოიწვია. ისრაელის ელჩის თქმით, შეერთებულ შტატებში თეირანმა ისრაელის ტერიტორიაზე 11 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ირანიდან. ეს არც დიპლომატიური ხმაური იყო და არც მცირე პროვოკაცია. ეს იყო ირანის რეჟიმის პირდაპირი ქმედება შეერთებული შტატების მოკავშირეერის წინააღმდეგ, უკვე დაძაბულ გარემოში, სადაც შეტევები ხდებოდა ჰეზბოლას, ლიბანის, სამხედრო ობიექტებისა და მყიფე მოლაპარაკებების ფონზე. დონალდ ტრამპმა გასცა მკაფიო ბრძანება, რადგან იცოდა, რომ ირანი ცდილობდა ეს თავდასხმა გლობალურ ზეწოლად ექცია. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი ცდილობდნენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამავე დროს მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ბლოკადა გაგრძელდება საბოლოო შეთანხმებამდე. ეს მარტივად იკითხება. ნეთანიაჰუმ უპასუხა იმ ტონით, რომელსაც თეირანი კარგად იგებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელმა დაარტყა ტერორისტულ რეჟიმს თეირანში. თქვა, რომ ცეცხლი მოთოკეს და გააფრთხილა, რომ ირანის ნებისმიერი ახალი თავდასხმა მკაცრ პასუხს მიიღებს. ისრაელი შიშის გამო არ იხევს უკან. ის აჩერებს პასუხს, რადგან ტრამპმა პირდაპირი ზეწოლა მოახდინა, რათა კრიზისი ღია ომში არ გადაიზარდოს. სხვაობა ისაა, რომ ნეთანიაჰუმ მკაფიოდ აღნიშნა მიშნა, მოთმინებას საზღვარი აქვსო და რომ შემდეგი გასროლა ირანს ძვირად დაუჯდება. და ეს არის იეშიელ ლაიტერი, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელი ახლა ირანის მიერ გამოყენებულ მიწის ზედა რაკეტების გაშვების ადგილებს უმიზნებს. ისრაელი ცდილობს დააზიანოს ის სტრუქტურა, რომელიც ახალ თავდასხმებს შესაძლებელს ხდის, რათა რეჟიმის შესაძლებლობები შეამციროს მოს მანამდე, სანამ ახალი რაკეტები ჰაერში აიწევა. სამიზნეა მექანიზმი, რომელიც პოლიტიკურ ფანატიზმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხედ აქცევს. ევროპის კავშირმაც სიტყვებიდან ქმედებებზე გადავიდა და სანქციები დაუწესა იმ ირანელებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის შეზღუდვასთან არიან დაკავშირებულნი. კაია კალასმა, ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის ქმედებები მიუღებელია. ბრიუსელმა 2 ირანელი და რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების ერთი დანაყოფი დასაჯა. სწორედ აქ იწყებს ირანის რეჟიმი ესკალაციის რეალური ფასის შეგრძნებას. როდესაც თეირანი ზღვას ემუქრება, აშინებს ვაჭრობას, ენერგეტიკა ვაჭრობას, ენერგეტიკას და საერთაშორისო უსაფრთხოებას, პასუხი მხოლოდ სამხედრო აღარ არის და ეკონომიკურზე გადადის. დიდი ბრიტანეთი განგაშზე გადავიდა, რადგან კრიზისი უკვე იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც შორს არიან ახლო აღმოსავლეთისგან. კირი სტარმერმა მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი აღდგენა და განაცხადა, რომ კონფლიქტი მთელ მსოფლიოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც გავლენას ახდენს. ივეთ კუპერმაც ასევე მოითხოვა დაუყოვნებლივი დეესკალაცია და განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის განახლება არავის აინტერესებს. ბრიტანული გზავნილი აჩვენებს, რომ ირანის თავდასხმა მხოლოდ რეგიონს არ შემოფარგლულა. ესპანეთმა დაგმო ცეცხლის შეწყვეტის ჩაშლა და ხოსე მანუელ ალვარესმა განაცხადა, რომ ძალადობის დაბრუნება მხოლოდ მეტ ტანჯვას მოიტანს. კანადამაც იგივე პოზიცია დაიკავა. ანიტა ნანდიმ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა არის მტკიცე მშვიდობის, რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიღწევის გზა. მაშინაც კი როცა მთავრობები, რომლებიც ჩვეულებრივ უფრო ფრთხილ სიტყვებს ირჩევენ, იძულებულნი გახდნენ რეაგირება, რადგან ირანის თავდასხმამ ყველა დადგა უსიამოვნო სიმართლის წინაშე. მთავრობებიც კი ზღვარზე არიან და შემდეგ ელიან, რომ მსოფლიოს სხვებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. კატარმა სცადა შემაკავებელი არხის როლი შეესრულებინა და მხარი დაუჭირა ძალისხმევას ესკალაციის შესაკავებლად და რეგიონში უფრო ფართო შეთანხმების მოსაძებნად. პაკისტანმა პრემიერ-მინისტრ შებას შარიფის მეშვეობით თავშეკავებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ძალადობის ახალი ტალღა შეიძლება აუტანელი შედეგები გამოიწვიოს. მაშინაც კი როცა მთავრობები, რომლებიც დიალოგს ცდილობენ, მიხვდნენ, რომ ირანი დენთის კასრით თამაშობდა.
თავშეკავება პრიორიტეტად იქცა, რადგან ყოველი გაშვებული რაკეტა ზრდის შეცდომის, შურისძიებისა და ახალი თავდასხმების რისკს. ბაზარმაც იგრძნო ირანის მუქარის შოკი. ბენზინი შეერთებულ შტატებში ასევე პოლიტიკური ზეწოლის ნაწილად იქცა. ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით საშუალო ფასი იყო $4.16 გალონზე. ეს აჩვენებს, რატომ გადაიქცა კრიზისი გლობალურ საფრთხედ. თავდასხმა მხოლოდ სამხედრო რადარებზე არ რჩება. ის აღწევს ჯიბეში, ტრანსპორტში და თავდასხმა მხოლოდ სამხედრო რადარებზე არ რჩება. ირანის რეჟიმმა სცადა ძალის დემონსტრირება, მაგრამ საბოლოოდ მის წინააღმდეგ რეაქციის კედელი შეიკრიბა. ტრამპმა მოითხოვა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ბლოკადის შემსუბუქების გარეშე. ნეთანიაჰუმ შეაჩერა ცეცხლი, თუმცა პასუხისგაცემის უფლება არ დაუტოვებია. ლაიტერმა გააკრიტიკა 11 ბალისტიკური რაკეტა კაია კალასმა. მუქარა ევროპულ სანქციებად აქცია. კაია კალასმა, სტარმერმა და კუპერმა გლობალურ გავლენაზე გააფრთხილეს. ალ-ალბარესმა, ანანდმა, კატარმა და პაკისტანმა გააფრთხილეს და იჩქარეს აფეთქების შეკავება. მანამ სანამ ირანის რეჟიმი რეგიონს უფრო დიდ კრიზისში ჩაითრევდა. ეხლა შემდეგი ნაბიჯი თეირანის ხელშია. თუ რეჟიმი დათანხმდება შეჩერებას, ტრამპი ცდილობს საბოლოო მოლაპარაკებების დაჩქარებას და ზეწოლის შენარჩუნებას ნამდვილი შეთანხმების მიღწევამდე. თუ რეჟიმი ახალ სროლებზე გააგრძელებს დაჟინებას, ისრაელმა უკვე გააფრთხილა, რომ ძალით უპასუხებს, ხოლო ევროკავშირმა აჩვენა, რომ შეიძლება სანქციები გაამკაცროს. ირანს ამ ეპიზოდიდან მსხვერპლის როლში გამოსვლა არ გამოუვიდა. ის გამოვიდა როგორც საფრთხის წყარო, ზეწოლის ცენტრი და რეჟიმი, რომელმაც მსოფლიო ლიდერები განგაშზე დააპენა ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. კრიზისი კვლავ გრძელდება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ქცევაზე და არა სიტყვებზე. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო. Daswi like am arxê. Para você ficar ainda mais bem engajado com a comunidade Milson Alves.